ნინო სოლუქოძის სახელობის სასროლეთის ტირში დასრულდა საქართველოს ჩემპიონატი პნევმატური პისტოლეტიდან სროლაში. მედლებისათვის უფროს და ახალგაზრდულ ასაკში სულ 50-მდე სპორტსმენი იბრძოდა. ტურნირის დასკვნით დღეს 12 მარტს ვაჟთა-შორის ფინალური ეტაპი გაიმართა. გიორგი სვანიძემ 557 ქულა დააგროვა და ჩემპიონი გახდა. ქალთა-შორის კი პირველობა 465 ქულით ნინო სოლუქოძემ არავის დაუთმო. ახალგაზრდებს შორის ოქროს მედლები ომარ სანოძემ და ნინო კილაძემ მოიპოვეს. შეჯიბრის დასრულების შემდეგ ნინო სოლუქოძე დააჯილდოვეს ლეგენდარულ სპორტსმენს, ოლიმპიურ, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონს და არაერთი საერთაშორისო ტიტულის მფლობელს ჯილდო 30 წლიანი წარმატებული კარიერის აღსანიშნავად გადაეცა. მომეზადე, მაგრამ წარმატებას მოულოდნელი იყო, ჩემი გამარჯვება, ძალიან გახარებული ვარ ამით. და მე მინდა ეთქვა, ქუთაისში შენდება ძალიან ახალი ტირი, კარგი ასეთი სილამაზით. და მეზადებით კარგი შედეგებისთვის კიდევ და კიდევ წინსვლისთვის. დიდი შრომის საფასურად ბოლომდე მოვდივართ და გავაგრძელებთ ამ ჩვენ წინსვლას და მე მინდა აღვნიშნო ეს საქართველოს ჩემპიონატი ხშირად ვატარებთ უკვე შეჯიბრებებს და ამ ჩემპიონატმა გვაჩვენა რომ ტენდენცია ახალგაზრდებში მათი შედეგების ზრდის არის მნიშვნელოვანი ამაღლებული. სასიამოვნო დღეა ჩვენთვის 30 წელი ქართული სპორტის სამსახურში არის ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი თან სამსახურში რა ამხელა სპორტული შედეგებით. ეს ხაზგასასმელია, მე მინდა მოულოცო ნინოს ყველას ქართულ გულშემატკივარ სპორტის და უსულო წარმატებები მომავალში.